გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე. მე სოსოელი საშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. შეხვედრას, რომელსაც ამჯერად რუსთავმა მოსპინძლა ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცოტნე ივანიშვილმა დისკუსიის მნიშვნელობაზე და კონფერენციების ფორმატის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისის თქმით, თუ დისკუსიაში მონაწილე განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, დიალოგი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო და დღეს მართლაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხედავ და ქართული ოცნების ახალგაზრდული დიალოგის გაგრძელებას იმის შემდეგ, რაც საქართველოს შემოვლას დაასრულებდნენ და ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ზოგადად ძალიან დაკანონდა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით და დიალოგი არის ლოგიკა, აზრს და სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, იბადება ჭეშმარიტება. მე მართლა მყავს მეგობრები, რომლებთანაც ბევრ თემასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ ყოველთვის მსჯელობთ, ყოველთვის უსმენთ ერთმანეთს. თავარია საერთო ღირებულებები, საერთო ძვირფასი იდეები, როგორც შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული, აკავშირებდეს ადამიანებს და ამის შემდეგ შეიძლება მართლა რადიკალურად განსხვავდებოდეს მათი აზრი, მაგრამ უნდა იმსჯელონ ერთმანეთში, უნდა ისაუბრონ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფორმატი ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირ სახეს ღებულობს და დღევანდელმა შეხვედრამაც ამის დემონსტრაცია გააკეთა ზუსტად. ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. მადლობა მინდა უთხრა ახალგაზრდებს ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის. შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, საქმეზე ორიენტირებული, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთი კუთხის, თავიანთი ქალაქის განვითარებას. პრობლემურ საკითხებზე იყო საუბარი, განსაკუთრებით ვიტყოდი, რომ ახალგაზრდულ სივრცეებზე დასაქმებასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში ამომწურავი პასუხი გავეცით, რიგ შემთხვევაში მიმდინარეობს პროექტირება და უშუალოდ მათი ჩართულობით განხორციელდება, თქვათ, საომავლოდ ეს პროექტები და ეს გეგმები. მადლობა ისევ და ისევ ქვემო ქართლს და მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი დრო გადის, კი არ ვფიქრობ, ამას ვხედავთ ჩვენ ყველა, მით მეტი ახალგაზრდა ინტერესდება, მით მეტია მათი ჩართულობა და მონაწილეობა საომავლო გეგმებში და მე ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას მოუტანს ესეთი შეხვედრები, ესეთი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან ჩვენ ქვეყანას და ვფიქრობ, აუცილებლად მოხდება და დაიმსხვრევა ერთხელ და სამუდამოდ ის მითი, რომ ქვეყანაში არის პოლარიზაცია. პირიქით, დღითით ხვდებით, რომ მეტი და მეტი ჩართულობა ახალგაზრდების და მადლობა მათ ისევ და ისევ. ეს კუთხე ისედაც ცნობილი იყო ძალიან აქტიური და წარმატებული ახალგაზრდებით და დღევანდელი შეხვედრაც იყო ამის დასტური, რადგანაც გამოიკვეთა ძალიან აქტუალური საკითხები ახალგაზრდების მიერ, მათ შორის გაჟღერდა კითხვები, როგორც დასაქმების მიმართულებით, ასევე განათლების რეფორმის თაობაზე, ასევე გაჟღერდა ახალგაზრდების მხრიდან ის გამოწვევები, რომლებიც მათ აწუხებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით იმ საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტი გამოწვევა გადავჭრათ, რაც მათი მხრიდან გაჟღერდა და ასევე აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც მათ გააჟღერეს, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხის ხმა რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს გაჟღერებული ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილში. ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ყველა იმ კითხვაზე გაეცათ პასუხი, რაზეც დღეს იყო საუბარი, აქცენტები გააკეთეს ჯანდაცვის მიმართულებაზე, სპორტზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე. აბსოლუტურად სახელმწიფოებრივი იყო თითოეული მათი კითხვა და მიმართული იყო ქვეყნის განვითარებისკენ, რაც ძალიან მახარებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის დიალოგით, გამოწვევების იდენტიფიცირებით და ასევე სამომავლო მნიშვნელოვანი გეგმების ერთად განხორციელებით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს. მე მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა მიიღო დღეს მონაწილეობა და ჩართულები არიან. რა თქმა უნდა, ეს დისკუსიები შედეგს გამოიღებს და მადლობა მინდა გადაუხადო ახალგაზრდულის ხელმძღვანელს ბატონ
პარლამენტ პარტნიორს და მის გუნდს ჩვენთან ჩამობრძანებისთვის. ფიქრობ, ეს არის გზა და ეს არის ნაბიჯი იმისა, რომ საზოგადოებაში გამყარდისუნდობა ახალგაზრდებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, რომ ისინი შევიდნენ დისკუსიაში, შევიდნენ დიალოგში. ხელოვნური პოლარიზაცია ახალგაზრდებში, დასაქმების საკითხები, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებები რეგიონებში. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს. დღეს საქართველოში არსებობს ყალბი დოგმა თუ ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდობის უმეტესობა არის ქართული ოცნების მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად მაგალითად მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც შეიძლება რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, მათთან საუბარი, მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ ჩემი აზრით თუ ორ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად მართლა უყვარს თავისი საკუთარი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია რომ იმსჯელოს იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც თავარი არის. აქედან გამომდინარე მე რა შეკითხვა მაქვს თქვენთან, რომ ჩემი აზრით ამ ფორმატმა გვაჩვენა, გააკეთა იმის დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლაც შეიძლება შედგეს ახალგაზრდების შორის. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ფორმატი, მსგავსი ტიპის დიალოგი ახალგაზრდებთან და თუ ფიქრობთ, რომ აპირებთ მართლაც ამის გაგრძელებას, როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, უფრო გრძელვადიან ფორმას იმის, რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდების შორის და აღვმობხრათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი საშუალებით გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ეს იქნება სატელევიზიო ფორმატი, ეს იქნება პირადი შეხვედრები, ეს იქნება ისევ რეგიონებში დაბრუნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი აქტიურობა, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი ეს კომუნიკაცია და საუბარი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მე და დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად ბევრ ახალგაზრდას თანატოლ სურვილი აქვს ჩაერთოს ისეთ პროცესებში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, ხო? გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ. მე მაინტერესებს ამ კუთხით თქვენ რას თავაზობთ ახალგაზრდებს? გვჭირდება სამი მნიშვნელოვანი რამ, გვჭირდება ახალგაზრდული სივრცეები, გვჭირდება ახალგაზრდული საბჭოები და მონაწილეობა ახალგაზრდების მონაწილეობა უკვე ბიუჯეტის დაგეგმვაში. მნიშვნელოვანია სივრცეები, რადგანაც ჩვენ უნდა გქონდეს შესაძლებლობა რომ შევიკრიბოთ, გავცვალოთ ეს განსხვავებული მოსაზრებები. ძალიან ბევრი მიმართულებით შეგვიძლია ახალგაზრდებს რომ ჩავერთოთ გარკვეულწილად ჩვენი რეგიონის განვითარებაში და ასევე იმაში რომ ჩვენს თანატოლებს შევთავაზოთ ძალიან საინტერესო ახალგაზრდული იდეები და პროექტები. გამოიკვეთა პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა, რაც ხშირად მათ შორის ასე თუ ისე დაპირისპირების საგანიც იშვიათად შემთხვევებში ხდებოდა. მაინტერესებს კონკრეტულად რა სამუშაო გეგმა გაქვთ? დისკუსიას და საუბარს არა აქვს ალტერნატივა. მაგიტომაც ვართ აქ და მაგიტომაც შემოვიდით მთელ საქართველოს და გავაგრძელებთ აუცილებლად. მე ვიყავი მინდობით აღზრდაში ვიზრდებოდი ბებიასთან, რა დროსაც მე მოხვდი საჟელახსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდან განთავისუფლების შემდგომაც მალევე ბებია გარდაიცვალა და დაურჩი მარტო. მივედი პროფესიულ სასწავლებელში, სადაც მითხრეს, რომ ატესტატის საფუძველზე გასცემდნენ ამ სერტიფიკატს. ბევრი ვიშრომე თუ ცოტა ავიღე სერტიფიკატი, ავიღე ატესტატი, დღესდღეობით ვარ ჩემი საქმის კარგი შემსრულებელი, მყავს 4 წლის გოგონა, რომლისათვისაც ვცდილობ შევქმნა ნათელი და უზრუნველყოფილი ცხოვრება. ვისმენდი და აი აღფრთოვანებული ვარ თქვენი მონდომებით, თქვენი აი ამ დაუღალავი მიზანსწრაფობით. განზრახულობის ფაქტზე ერთპირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა წერეთლის გამზირზე ურთიერთ შელაპარაკებისას ერთპირს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა და ზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები და საქართველოს საერთაშორისო დონეზე დაზიანების მცდელობები ასე აფასებს მმართველი გუნდი გიორგი კანდელაკის ეგრეთ წოდებულ კვლევაზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემის სტატიას, რომელშიც გამოთქმულია ბრალდებები საქართველოში ირანული გავლენების ზრდის შესახებ. სტატიაში ასევე მოყვანილია ჯო ვილსონის ციტატაც. მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული ბრალდებები ისმოდა გიორგი კანდელაკისა და ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მხრიდან ჰადსონის ინსტიტუტშიც. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ ანტიქართული
კამპანია დაფინანსებულია, მისი მიზანი კი საქართველოს დაზიანებაა. ის რომ საქართველოში კამპუსებია და ის რომ აქ ტერორისტები მზადდება, რასაკვირველია ეს არის თემა მოგონილი მხოლოდ იმისათვის რომ დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ნობელი ჯო ვილსონის კარნახით არის ჩამოყალიბებული. ეს სტრატეგია გრძელდება, ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში. ეხლა ირანია დღის წესრიგში, ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა, ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე საზეიმო ბანერები განთავსდა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების დასაგეგმად სამუშაოები გრძელდება. დამოუკიდებლობის დღეს დილიდან თბილისში თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია გაიმართება. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ადგილზე რეპეტიცია უკვე გაიარეს. მიმდინარეობს სცენის მოწყობის სამუშაოებიც. ფიცის დადება თბილისის გარდა ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ ადგილზე ერთდროულად მოხდება. სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. დაგეგმილია საბავშვო გასართობ, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებიც. დღის ბოლოს კი თბილისში ორბელიანის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში, ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 12 საათზე დაიწყება. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაათვალიერონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემაზე მიძღვნილი ისტორიული ინსტალაციები. ასევე წარმოდგენილი იქნება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი ბავშვებზე და მოზარდებზე იქნება გადატანილი. მათთვის დაგეგმილია მრავალი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს წარუდგენს იმ სახანძრო სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობას, რომელსაც ჩვენი მეხანძრე მეშვეობები სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს იყენებენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამზადისი მიმდინარეობს ბათუმში 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება. ადგილზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვად. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ კი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების მონაწილეობით და დავით მუქერიას დირიჟორობით საზეიმო კონცერტი გაიმართება. 26 მაისს დილის 11 საათიდან დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები. ღონისძიებები მოიცავს როგორც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას, ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა სივრცეებს, რომელიც არის როგორც საბავშვო, ასევე სპორტული და ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება რა თქმა უნდა ეს სივრცეები ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ღონისძიებების ციკლს, დაიწყება 6-ის 10 წუთზე, შესრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ჰიმნი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 27 მაისის დილის 8 საათამდე საგზაო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეზღუდულია. გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე დათონელის ქუჩაზეც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 27 მაისის 08 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებს დაუკავშირდებიან. საგზაო მოძრაობა შეზღუდულია თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით. ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან რენა აბჟანდაძე
აბაზაძის ქუჩიდან. ამ უმსხვილ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ გორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით. ამასთანავე 28 მაისის ჩათვლით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე. შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, ჯოვანის კუდიერის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით. აფხაზეთობის კვირეული რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა კონცერტით დასრულდა. საღამოზე ანსამბლმა აფხაზეთმა ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა აიმადარა წარადგინა. კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა და აფხაზეთის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კულტურის როლზე ისაუბრა. გალა კონცერტს ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ჰქონდა შემაჯამებელი კონცერტი რუსთაველის თეატრში, სადაც გაიმართა ანსამბლი აფხაზეთის შესანიშნავი წარმოდგენა. ზუსტად ისეთი დაგვირგვინება იყო აფხაზეთობის, რაც ჩვენ საზოგადოებას ეკადრება და ის აფხაზეთობა, რომელიც თითოეული დევნილისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ჩვენ გვჯერა გვწამს, რომ ამ ემოციებით, ამ იმედით, ამ პატივისცემით ჩვენ გავაგრძელებთ თანაცხოვრებას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად, რა თქმა უნდა, აფხაზეთში. ესეთი შესანიშნავი ანსამბლია. ბაჩანამ რაც გააკეთა, წინა პროგრამა რაც ვნახეთ, ეს იყო შესანიშნავი. არც მეგონა რომ ამაზე უკეთესი კიდე რამე შეიძლება და გინდ ქორეოგრაფიული ნაწილი ავიღო და გინდ მუსიკალური ნაწილი. საგანგებოდ მნიშვნელოვანია ეს დევნილებისათვის. კიდევ დააბრუნა ყველა, მეც მათ შორის დაგვაბრუნა სოხუმში. როგორც თვითონ ბაჩანამ აღნიშნა ბოლოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საერთო საქმეში, რასაც აფხაზეთის მთავრობა აკეთებს. მოვიწვევთ ქორეოგრაფები, ყველა კუთხიდან მოვიწვევთ ლოტმარები და მათი შემოქმედება დაიდგა აფხაზეთის ანსამბლში. ხაზს გავუსვა, ყოველთვის ვიძახდი და ვსაუბრობდი, რომ ეს ანსამბლი არის სრულიად საქართველოს. თითოეული მოქალაქის. ეს არ არის რომელიმე ან ჩემი ან რომელიმე ჩვენი წევრის ესე ვთქვათ, კერძო ანსამბლი. ეს არის სახელმწიფო ანსამბლი. ეკუთვნის თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენთაგანს. ამიტომ მინდა რომ მაქსიმალურად იყვნენ ყველა ჩართულები ამ ანსამბლის წინსვლაში, ამ ანსამბლის წარმატებაში, ამ ანსამბლის შემოქმედებაში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. მომავლის ხმა ასე ეწოდება ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ფესტივალის მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა, თბილისსა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ვანო სარაჯიშვილის სახელის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებაა. ძალიან საამაყოა, რომ ვანო სარაჯიშვილის სახელობის ამ პრემიას მოაბა კულტურის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო კონსერვატორიამ თავი. ძალიან დიდი პროექტია ვანო სარაჯიშვილის უკტავსაყოფად იმისთვის, რომ ქართული საოპერო ხელოვნება ძალიან მაღალ თამასაზე ავიყვანოთ და ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ პროცესში. იმიტომ რომ მე მართლა ასე გულით ასე ვფიქრობ, როდესაც მსოფლიოში მოგზაურობ და ვინც არის მუსიკის მოყვარული, ყველა მიცის ქართული ხმებით არის სავსე მსოფლიო და ნამდვილად ნიჭიერების სამჭედლო ვარ და არაფრით არ შეიძლება რომ ჩვენ ტრადიციებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელს ესე არ ვექცეოდეთ. ქალაქ სიღნაღის გეოგრაფია, არქიტექტურა, ტრადიციები და მოსახლეობის ცხოვრების წესი ცხადყოფს იმას, რომ სწორედ ეს ქალაქი უნდა იყოს ფესტივალების ქალაქი. და დღევანდელი ფესტივალის ნათელი დასტურია იმის, რომ წლიდან წლამდე სიღნაღში იზრდება არა მხოლოდ ჩატარებული ფესტივალების რაოდენობა, არამედ იზრდება ხარისხი. წლებია, რაც ჩვენ ამ იდეის გარშემო, ასე ვთქვათ, გეგმავთ, რაღაც ღონისძიებებს გეგმავდით, ვატარებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში გასულ წელს საქართველოს კონსერვატორიასთან ერთად სიღნაღის მერიამ გააფორმა მემორანდუმი და ამ მემორანდუმის ფარგლებში გადაწყდა აი ესეთი ღონისძიების ჩატარება. ეს არის კონკურს ფესტივალი მოგეხსენებათ. მომავლის ხმა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ აი ვანო სარაჯიშვილის მშობლიურ ქალაქში
ამ ქალაქიდან წამოსულმა ინიციატივამ შექმნა ეს შესაძლებლობა, რომ მომავალი ვოკალისტები, ვინც დაინტერესებულია, ნიჭები აქვს ამისი, რომ ისინი იყვნენ კიდევ უფრო ახალისებულები, მოტივირებულები და გამარჯვებულები თავიანთ პროფესიაში და ცხოვრებაში. ისეთ ადამიანებთან ერთად მოვხდი ამ ფინალიზაციაში, რომ ნამდვილად мотиваცია მომცა, რომ უფრო უკეთესი და უკეთეს ნაბიჯები გადავდგა ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით ნახვამდის.